გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში ბორის გუგეშაშვილის საიუბილეო 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შეკრებილებმა ქართველი პოეტი და მუსიკოსი გაიხსენეს. ბორის გუგეშაშვილმა მისი პირველი ლექსები 60-იან წლებში გამოაქვეყნა, თუმცა საბჭოთა ცენზურასთან შეურიგებლობის გამო თანდათან გამომცემლებებთან თანამშრომლობა შეწყვეტა და სცენიდან საჯარო კითხვის ფორმატი აირჩია. მის საჯარო გამოსვლებს ხშირად სდევდა ხმაური და ოფიციალური წრეების უკმაყოფილება. ის არის რამდენიმე მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორ-შემსრულებელი. ბორის გუგეშაშვილი გახდა ფოლკლორისტი, მომღერალი, პოეტი და ძალზე თბილი საღამო აჩუქეს ჩვენს მაყურებელს ანსამბლმა, ქართულმა ხმებმა, ძირიანმა, რაჭამ, ბუბამ. მადლობა მათ მონაწილეობისათვის. Შეიძლება ვთქვა, რომ ეპოქა შექმნა მან გარკვეული დღესაც მის ხეობაში და ზოგადად რაჭაში, ონში განსაკუთრებით მის სიმღერებს მღერიან, მის ლექსებს კითხულობენ, სხვათა შორის მისი გაზრდილი თაობები დღეს აქ მოღვაწეობენ. 90 წლის თავი ბატონ ბორის გუგეშაშვილის ონის მუნიციპალიტეტმა ღირსეულად აღნიშნა. მე მინდა მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტს საკრებულოს ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ამ ღირსეული ადამიანის მოგონება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.